ქართულ ბანკში კაბინეტები იცლება. ხალხი, ვინც ივანიშვილის მთავარ საფინანსო ინსტიტუტში წლები გაატარა, პოსტებიდან გაურკვეველი მიზეზებით მიდიან. ბანკში დასაქმებულმა არაერთმა პირმა კონფიდენციალობის დაცვის პირობით შაბათის ეთერს დაუდასტურა, რომ გაუშვეს ან წასვლა აიძულეს ისეთ ხალხს, ვის ხელშიც არაერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია გადიოდა. რატო უშვებენ ქართულიდან სანდო კადრებს? არ ვიცი ხა ვისი და როგორი დავალებით, მაგრამ კონტროლი ჭირდება თუ წყებაზე მთლიანად რომ ინფორმაცია არ გაჟონოს, სანდო კადრებისგან იცლება ქართულ ახლა? პარტიულ უწყებად გადაკეთდა ფინანსური ორგანიზაცია? მე მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო წლებში პროფესიონალი კადრები ანტოვებდნენ ან იძულებული ხდებოდნენ, რომ დაეტოვებინათ იქაურობა. ქართულ ბანკის უკვე ყოფილ მაღალჩინოსანს კახაბერ კაციტაძეს შაბათის ეთერმა რამდენიმე კვირიანი ძებნის შემდეგ მიაკვლია. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით ის ერთ-ერთია, რომელსაც ქართულ ბანკში 20 წლიანი მუშაობის შემდეგ წასვლა აიძულეს. აპირებდა თქვენთან საქმის გარჩევას ფინანსური დირექტორი? გარკვეულ რაღაც მოვლენებს კი ქონდა ადგილი, მაგრამ მე მაინც ესე ვიტყვი, რომ ჩემთვის ცოტა დამოკიდებულება იყო, ცოტა მტკივნეული. კახაბერ კაციტაძე ქართულ ბანკში 2003 წლიდან მუშაობდა. ის ქართულ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. კაციტაძემ სამსახურის დატოვების შესახებ განცხადება 20 წლის შემდეგ 2023 წელს დაწერა. ის ვერ უარყოფს, რომ ზეწოლის მსხვერპლი იყო. ერთი რაც ჩემთვის ახლა გულსატკენი იყო, რომ ზოგადად პროფესიონალი ადამიანები გარკვეული ზეწოლის და ასეთი დაწოლის ქვეშ იმყოფებოდნენ და ახლა რაღაცეები ამ კუთხით გამოვცადე, მაგრამ დაიწყო გარკვეული შეზღუდვები და ჩარჩოებში მოქცევა, თუმცა ახლა თუ სიმართლეს ვიტყვი, მე პირადად არაერთი ძალისხმევა გავიღე იმისათვის, რათა ბანკის ბიზნესი და განვითარება ამ მიმართულებით წინ წაწეულიყო შესაძლებლობის ფარგლებში. უბრალოდ ბოლო წლებში მე უკვე ამას დაერთო ის, რომ უშუალოდ მე პირადად საქმიანობა ამ კუთხით მკვეთრად მეზღუდებოდა. რატო, ვისი დავალებით გეზღუდებოდათ? ვის არ მოწონდა თქვენი საქმიანობა და ერთგულება, 20 წლის განმავლობაში ერთგულება ამ ბანკის? პირდაპირ მითხარით გვარები. რას უკავშირდება წმენდა ქართულ ბანკში? გავიხსენოთ მოვლენების ქრონოლოგია. Adopted. ევროპარლამენტმა ივანიშვილის დასანქცირების რეზოლუცია 2022 წლის ივნისში მიიღო. ამ დროიდან ივანიშვილის კარზე სანქციების პანიკა იწყება. ქართველმა ოლიგარქმა მზადება დაიწყო, რომ მთელს მსოფლიოში გადანახული ფული საქართველოში გადმოეტანა. ოლიგარქი წერილზე ავრცელებს, რომ უცხოეთში შენახულ ფულთან წვდომა უკანონოდ შეუზღუდეს. ამ მოვლენებს დროს შეემთხვევა ქართულ ბანკში თანამშრომლებისათვის ჯერ ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა, შემდეგ კი სამსახურიდან წასვლის იძულება. რას უკავშირდება წმენდა ქართულ ბანკში? ეჭვი გაქვთ, რომ ინფორმაცია ჟურნავს ბანკიდან და ამიტომ ათავისუფლებთ ადამიანებს 23 წლიანი სტაჟში? ქართულ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს ნატო ხაინდრავას ჩვენ ვკითხეთ, ხომ არ უკავშირდება ბანკში დაწყებული საკადრო წმენდა სანქციების პანიკას? ხომ არ ქონდათ ეჭვი, რომ ოლიგარქის მილიარდების გადამავლის შესახებ ინფორმაცია ოლიგარქის ბანკიდან მეჟონავდა? ქალბატონ ნატო, საყოველთაო სანქციების გამო დაიწყეთ წმენდა ბანკში? სანქციები. ანუ ვისაც არენდობით ოდნავ მაინც მაგიტო უშვებს სამსახურიდან? ხეთქობია და მე კარგი ინფორმაცია ნორმალურ რაღაცაზე გადახვიდეთ იმ რელსებზე დადგეთ. გივილებანიძე იყო მათ შორის? კი ბატონო, ადასტურებ. ნატო ხაინდრავას კადრია გივილებანიძე. ქართულ ბანკის უკვე ყოფილი თანამშრომელი ჩვენ გვიდასტურებს, რომ ზეწოლას ნატო ხაინდრავას სანდო კადრი და მათი ფინანსური დირექტორი გივილებანიძე ახორციელებდა.
საქმე ბოლოს მაგიდაზე ხელების ბრახუნამდე და ფსიქოლოგიურ ტერორამდე მივიდა. ხო, არასასიამოვნო ესეთი ტიპის ზეწოლები, რომელიც ხშირად ადამიანური კუთხით მიუღებელია. მათ შორის ხელების ქნება? ხელების ქნევაც იყო, ყვირილიც იყო, მუშტების ქნევაც იყო და პიროვნული დამცირებაც იყო. არაერთხელ, მაგრამ იძულებული ვიყავი, რომ ეს არა პროტესტებდით ფინანსური დირექტორის ასეთ აქციას? არ უჩივლეთ? ხაინდრავასთან თუნდაც? კი, ნამდვილად მქონდა 1-2 ამაზე საუბრის სურვილი, მაგრამ დამამუხრუჭა იმ მომენტმა, რომ ჩემთვის ძალიან საპატივცემულო და მისაღები 1-2 კოლეგის მაგალითზე ქონდა ასეთ საუბარს ადგილი მის მაგალითზე როგორც გავიგე მე ქალბატონ ნატოსთან და ამ შემთხვევაში ამას არაფერი შედეგი არ მოჰყოლია. ბანკის მაღალჩინოსანი, ვისაც თანამშრომელთა ტერორში ხელს ადებენ, გივი ლებარიძეა. ბოლოსის შაბათის ეთერის კამერამ თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიღო, როდესაც გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ნატო ხაინდრავასთან ერთად ჩვენების მისაცემად მივიდა. გივი ლებარიძეს ვკითხეთ, უკავშირდება თუ არა თანამშრომელთა გაშვება ტოტალურ ეჭვიანობას, ვინმე ხომ არ ღალატობს ივანიშვილს. თქვენი თანამშრომლების გათავისუფლება რატომ დაიწყეთ ქართულ ბანკიდან? რეპრესიებს რატომ აწყობთ ქართულ ბანკში? მე მგონი არასწორი ინფორმაცია გაქვს. ბატონმა ბიძინამ იცის ამ საყოველთაო გათავისუფლებების შესახებ? თუ მის უჩუმრად აკეთებთ? არასწორი ინფორმაცია გაქვს ქართულ ბანკიდან საყოველთაო გათავისუფლებები არ ხდება. რეპრესიებს ხო აწყობთ ბატონო გიგა ქართულ ბანკში? ადამიანებს მაგიდაზე ხელებს უბრახუნებთ, უყვირით? მე მგონი არასწორი ინფორმაცია. მე მგონი სწორად ვიცით ინფორმაცია ბატონო გიგა. არა და ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით ქართულ ბანკში იმდენად მძიმე რეალობა იდგა, რომ თანამშრომლების ნაწილი ივანიშვილისთვის წერილის მიწერას აპირებდა. იმის გასარკვევად ეს რეპრესიები ბანკის მფლობელის დაკვეთა იყო თუ პანიკაში მყოფი მაღალჩინოსნების თვითშემოქმედება. ახლა პირველად ვამბობ ამას და გულახდილად ვიტყვი, როდესაც სერიოზულად განვიხილავდი ეგრეთ წოდებული ღია წერილი დამეწერა ამ პრობლემების მთელი სპექტრით პირდაპირ ბანკის დამფუძნებლის სახელზე. ივანიშვილისთვის ისეთ თქმა გინდოდათ ბატონო კახა? ალბათ პირველ რიგში იმისი, რომ საკადრო პოლიტიკის განხორციელების პროცესში უფრო მეტი დაკვირვებაა საჭირო, რათა იქ ასე ვთქვათ არ მოხვდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც მარტო ჩემი შეხედულებით არა, ძალიან ბევრის შეხედულებით უღირს ადამიანს წარმოადგენენ. შაბათის ეთერმა დაადგინა არაერთი პირი, რომლებმაც ბანკი ბოლო 1 წელში დატოვეს. მათ შორის არის გიორგი მცხეთაძეც. ისიც ბანკის საშუალო რგოლის მენეჯერი იყო და ბანკ ქართულში მან თითქმის 17 წელი გაატარა. ფონი გახვდა ბოლო დროს და რას გულისხმობ? აღარ მინდა დაიწერება მოკლედ. ეს ახალი დირექტორები მოვიდნენ ვიღაცები, მე იქ რაღაცები, რავი, დიდად არ მინდა მაგაზე ლაპარაკი. სიტუაცია გახვდა ისევე როგორც ძალიან ბევრ ადგილას. კარგი ზოგადად არასოდეს ყოფილა მაინც და მაინც უბრალოდ, რავი, ხა ქვედა რგოლში არ იყო ესე პრობლემები და მერე გადმოიწია. და დავისაგანი რა იყო? ვერაფერს ვერ ლებო. ეგეთ რაღაც ინფორმაციას ვერ მოვიდა, ნამდვილად უბრალოდ პროფესიული ეთიკის ამბავი. გიორგი მცხეთაძე ქართულ ბანკში რეპორტინგის დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების ყოფილი უფროსია. მასთან ერთად წამოვიდა სამსახურიდან ნანა ქურიძეც. გამარჯობა, ქალბატონანა, როგორ ზანდებით? კარგად. სასიამოვნო თქვენი გაცნობა, მე თამთა მქვია. გამარჯობა. ახლა ჩვენ ქართულს პლასტიკური ბარათების დეპარტამენტის ყოფილ დირექტორთან ნანა ქურიძესთან მივდივართ. შაბათის ეთერის ინფორმაციით ნანა ქურიძეს ივანიშვილის ბანკიდან წამოსვლა 23 წლიანი მუშაობის შემდეგ აიძულეს. ქართულთან რატო წამობძანდეთ? რა? საკადრო წმენდა რატომ დაიწყო? ერთგულ კადრებს რატომ ერჩიათ? თქვენ მე მიიღებთ? გვინდა რომ ჩაგწეროთ თუ შეიძლება.
აი ბატონ კაციტაძე რატო გამოუშვეს? ქალბატონი რატო გამოუშვეს ჯავახიშვილი ლებანიძემ? ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით ბანკი ქართულ დატოვა თამარ ჯავახიშვილმაც. ის ნანა ქურიძესგან განსხვავებით არ უარყოფს, რომ მიზეზი დაპირისპირება იყო. რის გამო მოხდა ეს დაპირისპირება ლებანიძესთან? მე ჩემი სრულად განცხადება და წამოვედი სამსახურიდან. რაღაცა უყოფილა მენებრია იყო და იმიტომ არ მგონია ეს. და სანდო კადრებს რატო უშვებენ ქართულიდან? რას ფიქრობთ თქვენ, რა ხდება, რატო არის საკადრო წმენდა? ჯავახიშვილთან და მცხოთაძესთან ერთად იმავე დღეს 2024 წელს წამოვიდა ივანიშვილის ბანკიდან ქართული ოცნების ყოფილი პარლამენტარის თამარ ხულორდავას ძმაც, ქართულ ბანკის რეპორტინგის სამსახურიდან დავით ხულორდავა. თქვენი წამოსვლის მიზეზი ბანკი ქართულიდან რა იყო? წინსვლა და ესე ვთქვათ, უკეთესი მომავალი. ბატონ გიგასთან ჰქონდათ პრობლემა ლებანიძესთან? არანაირი პრობლემა არ ყოფილა. დღეს ჩემი დაბადების დღეა, მომილოცეთ. გილოცავთ, მრავალს დაესწარით ბატონო დათო. ბიძინა ივანიშვილისთვის ქართულ ბანკი მთავარი საფინანსო ინსტიტუტია. ამ ბანკის თანამშრომლებს ოლიგარქი მისი პარტიის დაფინანსებასაც ანდობს. ქართული ოცნების შემომწირულთა სიის მიხედვით ბანკის თანამშრომლებს მათი რამდენიმე თვის ხელფასის ერთად ჩუქება პარტია ქართული ოცნებისათვის ერთი და იგივე დღეს უნდებათ. გეცნობათ თუ არა ზურაბ გოგოა? ბატონი ზურაბი ტოპ მენეჯმენტის წევრია და ბუნებრივია რა თქმა უნდა. გეცნობათ თუ არა ბექა კვარაცხელია? კი ბატონო. გეცნობათ თუ არა ნიკოლოზ ჩარკვიანი? რა თქმა უნდა, კი. გეცნობათ თუ არა გოჩა ჩიკულაძე? კი, მაგრამ თქვენ რა კუთხით გვინდა? ჭიღლაძე გეცნობათ თამარი? რა თქმა უნდა, ზოგი მენეჯმენტის წევრი, ზოგი ჩემი დონის საშუალო რგოლის ხელმძღვანელი და ასე შემდეგ. ნუგზარ კურტაინძეც გეცნობათ და ზურაბ თევზაძეც? ბატონო ზურაბი. აი ამ ადამიანებს ერთდროულად როგორ მოუნდათ ფული გადაერიცხათ ქართული ოცნებისთვის? არ ვიცი როგორ მოუნდათ, ეხლა მე ეს ნამდვილად ვერ გეტყვით. კითხვებზე თავის არიდება ჩვენთვის დაადასტურა. მანამდე არაერთხელ საჯაროდ თქმული ვერსია, რომ ბანკის თანამშრომლებს შავ ფულს აძლევენ და სთხოვენ მათი სახელით პარტია ქართულ ოცნებას შესწირონ. თქვენ თუ შემოუთავაზებიათ, რომ წინა საარჩევნოდ გარკვეული თანხა აისახებოდა თქვენ ანგარიშში და შემდეგ ამას გადარიცხავდით ქართულ ოცნებაში? არა, უკანასკნელ პერიოდში ამას ადგილი არ ქონია. გაიხსენეთ კარგად? თუ გულახდილად ვიტყვი, ეს მგონი 2012 იყო, მაშინ მე გულახდილად ვიტყვი, რომ ეხა ოცნების სამომრჩეველი გახლდით და არა, საქმე ამაში არ არის, მე უბრალოდ გადარიცხეთ ფული, დაგერიცხეს ანგარიში და ჩემი შინაგანი რწმენა, ასე ვთქვათ, იმას შეიცავდა, რომ ამ კუთხით ჩვენ ვიჩაგრებოდით. ის რომ ქართულში თანამშრომლებს აიძულებენ შავი ფული პარტიის ანგარიშზე გადარიცხონ, ამას კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომელიც გვიდასტურებს. მცხოთაძე ამბობს, რომ ოლიგარქის ბანკში ეს ადაპტირებული პრაქტიკა იყო. ეგრე იყო რა, თანამშრომლებს და არა მარტო თანამშრომლებს რაღაცა არიცხინებდნენ პარტიის ანგარიშზე, ყველა მიწის ეხა მაგის საიდუმლო არ არის. ბანკი ურიცხავდა თავდაპირველად ამ თანხას და შემდეგ აბრუნებინებდნენ? კონკრეტულად ურიცხავდა, არ ვიცი, მაგას ვერ გეტყვით. ჩემთვის არ შემოუთავაზებიათ ეგეთი რაღაცა. არის თუ არა გივი ლებანიძე, ქართულ ბანკის ფინანსური დირექტორი, ის კაცი, ვინც თანამშრომლებს ქართული ოცნებისათვის ფიქტიური შავი ფულის შეწირვას ავალებს. ლებანიძე თავად ქართული ოცნების ერთ-ერთი შემომწირველია. შემომწირველი ხართ ქართული ოცნების, ისევე როგორც 20-ზე მეტი თქვენი თანამშრომელი. აი ერთ დღეს ყველამ ერთად ესე ლამაზად როგორ გადაწყვიტეთ ფულის შეწირვა ქართული ოცნებისათვის? მე არ ვიცი ვინ როდის გადაწყვიტა ქართული ოცნებაზე ფულის შეწირვა, მე ვარ ქართული ოცნების ამორჩეველი. და ეს ფული საიდან გაჩნდა თქვენ ანგარიშზე? მაქვს იმის საშუალება, რომ შემოწირულობა გავაკეთო იმ პარტიაზე, ვისაც მე მხარს უჭერ. და თევზაძე საშუალო რგოლის მენეჯერია, როგორც ვიცი, ისევე როგორც კურტანიძე და ამ ადამიანებს ეს 20,000 ლარი საიდან ჰქონდათ? არა, მე ვერ გეტყვით ახლა კონკრეტულ პიროვნებას, თანხა საიდან ჰქონდა, ეს შეგიძლიათ მას კითხოთ. თქვენ რამდენი დღის განმავლობაში აგროვეთ ფული, რომ შეგეწირათ ქართული ოცნებისათვის? ეს თქვენი საქმე არ არის უკვე დიდი ბოდიშის მოხდით. ეხლა ძალიან დაკავებული ვარ, მე მგონი ამოწურავად გიპასუხეთ ყველაფერზე, დაგიმშვიდობებით.
ქართულ თანამშრომლების მიერ პარტიის ანგარიშზე გადარიცხული შემოწირულობებით წესით რაჟდენ კუპრაშვილის ბიურო უნდა დაინტერესდეს. თუმცა ანტიკორუფციული სამსახური არ დაინტერესდება თვეში ხელფასის რამდენი პროცენტი დაზოგეს ქართულ თანამშრომლებმა, რომ ფული ივანიშვილის პარტიისათვის შეეწირათ.